ახლა მინდა ამიხსნათ, რას ნიშნავს რეზოლუცია, რომელსაც მართალია ჩალის ფასი აქვს ქართული ოცნებისთვის, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ აქ ჩალის ფასი არა აქვს, იმიტომ რომ თუ 25-მა სახელმწიფომ ინდივიდუალურად მიიღო გადაწყვეტილება და აღასრულა ის რეკომენდაციები, რაც დღეს გაიცა რეზოლუციის სახით, მაშინ რა ხდება? მოდით ამიხსენით. ნამდვილად არა აქვს ჩალის ფასი ამ რეზოლუციას და კარგად იცის ეს რეჟიმა. ეხლა თქვენთან რომ მოვდიოდი ჩემ მშობლების სახლში 4 პოლიციელი მოვიდა ჩემთან, ესე იგი მომადგნენ და ახლა ცხადია რომ არ არის არაფერი პრობლემა ამაში, მაგრამ აი რამდენად გამოსულები არიან წყობიდან, რომ მე გუშინ ნამდვილად არ გადამიკეტია გზა, შემომესმა მშვენიერი ლიბიამოს არის ჰანგები, უკვე შეკრებილი საზოგადოების და შეუერთი, მაგრამ როგორც ჩანს, ყველას უბრალოდ ცდილობენ, რომ ყველას რაღაც ფინანსური სანქცია დაადონ, ვინც მონაწილეობს ამ აქციებში და განსაკუთრებით ალბათ ცნობადსახეებს ერჩიან, ასე ვთქვათ, და განსაკუთრებით იმ ხალხს, ვისაც აქვს საერთაშორისო კავშირები და შეუძლია სიტყვის გატანა ამ ქვეყნიდან. მე გასულ კვირას მქონდა გრძელი ვიზიტი, სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც შევხვდი. ხოვეთ სწორედ დღეს თქვენ განგემარტათ, რას ნიშნავს, როგორ უნდა მოვთარგმნოთ ჩვენს რეალობაში. მარტივია, ეს არის ახალი პოლიტიკური რეალობა, ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ქართულ ოცნებას ეგონა, რომ აცდებოდა, იმიტომ რომ მათ ძალიან დიდხანს რაღაც ილუზიები ჰქონდათ, რომ გამეორდება 20-20 წელი, ბოლოს აღიარებს ევროკავშირი ამ არჩევნებს, იქ ოპოზიციას თხოვს, რომ შევიდეს პარლამენტში და ვითარება მიდის აბსოლუტურად საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს რეზოლუცია და ეს იყო სწორედ ჩემი ამოცანა, ჩვენი პარტიის ამოცანა იყო მიგვეღწია ორი რამისთვის. ერთი ეს იყო არაღიარება რეჟიმის და მე ამ რეზოლუციას დავარქმევდი როგორც ივანიშვილის რეჟიმის დელეგიტიმაციის რეზოლუციას, იმიტომ რომ თავარი ეს არის, რომ ნაცვლად არის ნათქვამი, რომ ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. თვით გამოცხადებული ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა. მათ შორის, რა თქმა უნდა, მზიასთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქცენტი არის მისი მდგომარეობიდან გამომდინარე და მე მინდა, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ძალიან ყურადღებით მოეკიდოს ამ შიმშილობის ფაქტს, იმიტომ რომ ჩვენ ვუყურებთ ადამიანის მსვლელობას, თვითმკვლელობა ფაქტიურად თავი გაინადგუროს იმისთვის, რისის მას ჯერა და საკუთარი სამშობლოსთვის და მე ძალიან ნერვიულობ მის მდგომარეობაზე. და ასევე ჩვენი ამოცანა იყო, რომ მოგვეპოვებინა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული ბრძოლისთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. ეს ამოცანები ჩვენ განვახორციელეთ. ამისთვის მოვიპოვეთ ყველა პოლიტიკური პარტიის, ყველა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, ძალიან მტკიცე. და ეხლა ეს ახალი პოლიტიკა ევროკავშირით, რომელიც დაამტკიცა ამ რეზოლუციით და ევროპარლამენტს ჩალის ფასი კი არ აქვს. ევროპარლამენტი არის ცენტრი ევროპული პოლიტიკური ცხოვრების, იმიტომ რომ იქ არის წარმოდგენილი ყველა ის პოლიტიკური მმართველი ძალა, რომელიც სხვადასხვა წევრ ქვეყნებში იღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ეხლა და მე უბრალოდ რომ კიდე კარგად ავუხსნა საზოგადოებას, რატო არის მნიშვნელოვანი. მე 20 წელიწადია ევროპარლამენტთან მაქვს ურთიერთობა, მათ შორის როდესაც ელჩი ვიყავი, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვის იძურებოდა ყოველთვის ევროპარლამენტში, იმიტომ რომ ევროპარლამენტი აძლევს პოლიტიკურ იმპულსს და ამ პოლიტიკური იმპულსის, ასე ვთქვათ, აღსრულება ხდება შემდეგ უკვე ეტაპობრივად. ესე იყო, როდესაც ასოცირების შეთანხმებაზე გვქონდა ჩვენ პრეტენზია, რომ დაგვეწყო მოლაპარაკებები ამაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, უვიზო მიმოსვლაზე გაგონება არ უნდათ საერთოდ ევროკავშირის მთელ რიგ აღმასრულებელ სტრუქტურებს თუ წევრ ქვეყნებს, როდესაც პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და მხარი დაუჭირა და აქედან დაიწყო ჩვენი მოგზაურობა, ასე ვთქვათ, უვიზოთ მოგზაურობა ევროკავშირში. აი ეხლა, როდესაც არა მხოლოდ ივანიშვილი, მისი ოჯახის წევრები, უახლოესი გარემოცვა, მისი მაცოცხლებელთა ქსელი, ბიზნესი, პროპაგანდისტები, პოლიტიკური ლიდერები რეზოლუციაში ცალსახად გაწერილია დასანქცირდეს. ეხლა ეს როგორ უნდა ახსრულდეს, თქვენ როგორ წარმოგიდგენია? იცით რა, პირველ რიგში ახსრულება გარკვეულწილად უკვე დაწყებულია, იმიტომ რომ მთელ რიგ წევრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ უკვე დაწყებული, ასე ვთქვათ, ორმხრივ რეჟიმში სანქციების დაწესება. ჩვენ ახლა ამ რეზოლუციით ხელში უნდა გაერთიანებულმა ოპოზიციამ, უпростоრად გამარჯვებულმა ძალებმა, ჩვენ აუცილებლად ერთიანი ძალის ხმევით უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ ასე დავდეთ შედეგი სტრასბურგში, სადაც
სადაც ვნახეთ, რომ გამოაძევეს წულუკიანი და მისი დანარჩენი დელეგაცია ფაქტიურად იქიდან. ასე დავდეთ შედეგი ევროპარლამენტში, ესე უნდა გავაგზავნოთ ერთობლივად ეხლა მუშაობა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, რომ ჩვენ მოვიპოვოთ უკვე, ასე ვთქვათ, უმრავლესობა ქვეყნებიდან ამ რეზოლუციის საფუძველზე კონკრეტული ნაბიჯები რო იქნას გადადგმული. გარდა ამისა, მე მქონდა შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტში, ევროკომისრის გაფართოების დარგში, ევროკომისრის კაბინეტში, კაია კალასის კაბინეტში. და არსებობს მათ შორის სხვა ინსტრუმენტებიც, მათ შორის ეს მინდა. აი ჩათვალეთ, რომ მე ვარ ეხა რეზო კიკნაძის დედა. მე ვარ ეხა ჩათვალეთ მათე დევიძის დედა. ჩათვალეთ, რომ მე ვარ ყველა პოლიტპატიმრის, ვინც არის დაკავებული, დედა ოჯახის წევრი და გეკითხებით ეხლა მე. მე მინდა დამანახოთ ის გავიგე, განთავისუფლდნენ სასწრაფოდ პოლიტპატიმრები, როგორ აღსრულებაში როგორ ხდება ეს? მე მინდა რომ განსაკუთრებით პოლიტპატიმრების ოჯახების ასე ვთქვათ საყურადღებოდ ვთქვა, რომ ერთ-ერთი ამოცანა ეს არის, რომ საქართველოს უკვე იყოს დღევანდელი ხელისუფლების გამო, არალეგიტიმური ხელისუფლების გამო ჩათვლილი როგორც ადამიანის უფლებების მასობრივი დამრღვევი, ასე ვთქვათ, რეჟიმის მქონე ქვეყანა. რაც სხვა კატეგორიაში მოაქცევს უკვე რეჟიმს და შესაბამისად მექანიზმებით, რომ ევროკავშირმა უფრო სწრაფად იმოქმედოს სანქციების მიმართულებით წესით უნდა გაიხსნას. სხვა კატეგორიაში როგორც დიქტატორი, როგორც ადამიანის უფლებების სისტემურად დამრღვევ რეჟიმს. ეს არის მათ შორის ჩვენი, ასე ვთქვათ, ამოცანა, რომ სწრაფად იმოქმედოს ევროკავშირმა, იმიტომ რომ მე ერთი რამ მინდა ვთქვა, უკვე ის ჩანაწერი, იმიტომ რომ რეჟიმი ხო არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, რეჟიმი არის ყველა ის ბიზნესი, რომელსაც ის ეყრდნობა, ფინანსური მისი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების შემქმნელი, პროპაგანდისტები და ასე შემდეგ. ეხლა ამ ხალხს მე მინდა უთხრა, ხო, იმიტომ რომ მათთვის ხო საკუთარი ფულია საბოლოოდ და საკუთარი ბიზნესი, მთავარი საზომი ახლა რაღაც იდეალები ხო არა აქვთ, არა გვახსოვს ყველა მთავრობის პირობებში ცდილობდნენ საერთო ენა გამოეძებნათ. უბრალოდ ეხლა ძალიან არასწორი, ასე ვთქვათ, სონი დადეს არასწორ მთავრობაზე, იმიტომ რომ მე შემიძლია მათ ვუთხრა, რომ სანამ მიიღებს კიდევაც, ასე ვთქვათ, სანქციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, კონკრეტულად რომელიმე ბიზნესის და იქ დასახელებული პირების წინააღმდეგ, პირველი ინფორმაცია, რასაც ნებისმიერი მხარე გაიგებს ამ ხალხზე, არის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოთხოვნილია მათი დასაქცირება. ეს მათ გარკვეულწილად აქცევს პერსონა ნონ გრატად ყველანაირ ბიზნეს ურთიერთობებში, ხო? და ეს ხალხი ხო სინამდვილეში წლების მანძილზე მათ ხო ორივეგან უნდათ რომ მოძოვონ, მათ უნდათ რომ რუსულ რეჟიმთან ითანამშრომლონ, მაგრამ მათ შორის თავისი ბიზნესი საიდან აქვთ აწყობილი, საიდან აქვთ კრედიტები წამოღებული, რომლითაც ეს ბიზნესი აქვთ გამართული, არ ვიცი, რაღაც ფრენჩაიზი დასავლეთიდან წამოღებული, მილიონი კავშირები აქვთ დასავლეთში. აი, ეხლა როდესაც ისინი არიან უკვე სიაში დასახელებული როგორც პოტენციურად სანქციების სამიზნეები, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს ყველა შესაძლებლობები მათთვის იკეტება, ინგა. და ამიტომ ძალიან სანამ დრო კიდე არის, ხო, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა დრო მათ კიდე რჩებათ, სანამ ეს აღსრულებაში შევა. გონს რომ მოეგონ და მიხვდნენ, რომ სამშობლოს ღალატის გარდა, რასაც ისინი დღეს ჩადიან, სამშობლოს ღალატი აი ესე ჩაიწერება ზუსტად ისტორიაში მათი სახელები და გვარები და რისთვის ცხოვრობს ბოლოს და ბოლოს ადამიანი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე მდიდარი ქართველი, მაგრამ მას რო გაუვიდეს რაც უნდა ის ჩაეწერება ამ ქვეყნის ისტორიაში როგორც მთავარი მოღალატე საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ერის და ორჯონიკიძის გვერდზე იქნება, ხო, მისი სახელი შერწყება, მისი გვარის ტარება მომავალ თაობებს მიუხედავად იმისა, რომ არის უმდიდრესი ქართველი. და ამ ხალხმა კითხოს თავის თავს, რისთვის უცხოვრია, რისთვის ცხოვრობს, სამშობლოს რისთვის ღალატობს და ბოლოს თუ ფულისთვის ცხოვრობს, ალბათ იმასაც უნდა მიხვდეს, რომ ამ ფულსაც ვერ შეინარჩუნებენ და ამასაც თუ ამას ემსახურებიან და 20 ვერცხლად, იმიტომ რომ 20 ვერცხლი შეიძლება რამდენიმე მილიარდი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს. აი 20 ვერცხლად რო ყიდის სამშობლოს, იმან უნდა იცოდეს, რომ ის 20 ვერცხლიც არ უნდა შერჩეს. მის და მის თამას და მის თამამავლებს. საფრანგეთის მოქალაქეც არის სალომე. ანუ ეხლა რას უნდა ველოდოთ? ივანიშვილი, მისი ოჯახის ყველა წევრი, მისი უახლოესი გარემოცვა, ნუ იმ პოლიტიკოსებზე არაფერს არ ვლაპარაკობ, რომლებიც მისი ყურმოჭრილი მონები არიან, ბიზნესზე თქვი. ანუ აი კონკრეტულად კაცი არის საფრანგეთის მოქალაქე, ხო? ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ხო? როგორ მოქმედებს ევროპა ამ შემთხვევაში?
იცით რა სანქცირება რას ნიშნავს? აი ეს მაინტერესებს მათ შორის საფრანგეთის მოქალაქეებს. მათ შორის ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობის გარდა აქვს საფრანგეთში ძალიან დიდი ქონება, რომელიც მან შეიძინა. შემდეგი ეტაპი ეს არის, რომ ამ ქონებაზე მას შეუწყდა წვდომა და თვითონაც ხო იცის, რომ ეს ემუქრება, იმიტომ რომ რატო შემოზიდა აქ, ანუ აი რა წარმოუდგენია ივანიშვილს ახლა, რომ საქართველოს გადააქცევს ქვეყანას, რომელიც რა ვიცი 1000 წრეულები არსებობს, რომ საქართველოს თავის მილიონობით მოქალაქედ გადააქცევს თავისი ნახატების და თავისი სიმდიდრის საცავად, ამისთვის უნდა იარსებოს ამ ქვეყანამ, იმიტომ რომ ინგა მე მინდა რომ ჩვენს მოქალაქეებს ესმოდეთ, რომ აი ის რასაც დღეს ჩვენ უკვე ვკარგავთ, ის კი არა რომ მომავალში რას დავკარგავთ. აი ჩვენ დღეს ვკარგავთ იმას, რომ მაგალითად მათ შორის ამ რეზოლუციაში ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რომ თუ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროპულ გზას, უნდა გაუქმდეს ყველანაირი ფინანსური დახმარება. მთავრობას უკვე შეუწყდა, ეს გასაგებია, მაგრამ ევროკავშირი, არ ვიცი, 2 მილიარდამდე იყო გამოყოფილი, მე მგონი ამ ქვეყანაში ასობით 1000 ბიზნესის დასახმარებლად, მცირე და საშუალო ბიზნესის, უამრავი პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ეხება ადამიანების ცხოვრებას და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. ხო, მაგალითად, ძალიან დიდი პროექტი აქვს ევროკავშირს, როგორ უნდა გაძლიერდეს ჩვენი როლი. ეს ყველაფერი რო ჩაიხსნება, ეს რას გამოიწვევს თქვენი აზრით ეკონომიკური კრიზისის გარდა, მაშინ, როდესაც მოლდოვაში 5-6 წელიწადში გაურმაგდება ხელფასი, საშუალო ხელფასი და დაახლოებით 100,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება სწორედ ევროკავშირის ფონდების დახმარებით, რომელიც გაიცემა ამ ქვეყანაზე. ამიტომ ჩვენ ის კი არ არის, რომ თეორიულად რაღაცას დავკარგავთ. თეორიულადაც ბევრ ამას დავკარგავთ, მაგრამ უკვე ვკარგავთ. ეხლა მე და თქვენ რო ვსაუბრობთ, აი ამ დროს უკვე ვკარგავთ. საქართველოს უკვე ღარიბდება, ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც შეიძლება შექმნილიყო, არ იქნება. და ეს აისახება ამ ქვეყნის ცხოვრებაზე და ამიტომ ყველა უნდა დაფიქრდეს ახლა ის პოლიციელის ახლა ჩემთან რომ მოვიდა ჩემ მოხუც ხანში შესულ მშობლებს რომ დაადგა სახლში და რაღაცა არ გცხვენიათ ვის ემსახურებით საერთოდ ვის ემსახურებით თქვენი საკუთარი შვილები შეიზღებენ თქვენს სახელს და გვარს იმიტომ რომ ის რასაც დღეს თქვენ ჩადიხართ ეს არის რუსეთის დავალების შესრულება რომ ეს ქვეყანა დარჩეს იზოლაციაში დარჩეს ჩახსნილი ყველანაირი საერთაშორისო ფორმატებიდან დარჩეს გაღარიბებული და გაუბედურებული და აი ესე ლუკმად ჩაუვარდეს ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და ყველას უნდა ესმოდეს და მე ერთი რამე მინდა ვთქვა რომ ეს არ არის იცით რა ხშირად მესმის რომ აი პარტიებმა რა უნდა მეგობრებო ეს არ არის ბრძოლა პარტიების ეს არის ბრძოლა საქართველოს ყველა მოქალაქის იმიტომ რომ მოიწერა ახობაძემ არაჩვეულებრივი წერილი გამოაქვეყნა ეს გადაცემაში მოგვიანებით მაყურებელს წავუკითხავ მე გიორგი ახობაძის უბრალოდ რა ხალხი ყავს თელი შინაარსი დევს ამ ბრძოლისა რა თქმა უნდა თელი შინაარსი და თავარი ამ წერილში არის რომ ეს არისო საბოლოო ბრძოლა და მე არ მიყვარს ხოლმე ესეთი რაღაცა ფატალური განცხადება რომ საბოლოო ბრძოლა მაგრამ მართლაც საბოლოო ბრძოლა არის იმიტომ რომ ჩვენ თუ ეს ბრძოლა ხა არ მოვიგეთ ის კი არ არის რომ 5,000 ლარით დაგაჯარიმებს ვიღაც რომ რუსთაველზე გახვალ ვეღარ გავა შეიძლება რამდენიმე თაობა ვეღარ გავიდეს პროტესტზე ვერსად ამიტომ ყველა მოქალაქემ საჯარო სამსახურში მყოფმა ხალხმა ყველამ უნდა მოძებნოს გზა რომ სისტემას შეეწინააღმდეგოს, იმიტომ რომ ეხლა ესენი ხო სინამდვილეში ძალიან ნერვიულობენ და იმიტომ არის რომ ესე პანიკურად ახლა რო შეხედო თუ არაფერი არ ადარდებთ, რა შეადარდებთ, არ ვიცი, თუნდაც 2,000 ადამიანი შეიკრიბება თუ არა რუსთაველის გამზირზე, როგორც იკრიბება უკვე 2 თვეა, მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ეხლა არის გადამწყვეტი მომენტი. ამიტომ ვერავის ვერ უნდა დააშინონ, პირიქით უნდა მოხდეს სრული კონსოლიდაცია საზოგადოების სანამ არ მივიყვანთ ამ ბრძოლას გამარჯვებამდე და გამარჯვებამდე აუცილებლად მივა ეს ბრძოლა. დიდი მადლობა, სალომე, მადლობა, განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე ყოველთვის თქვენი მოსმენა, როდესაც საუბარი ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში ეხება. წარმატებას გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ და ახლა კი ცენტრში ყურადღების